გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო და იარაღის მოყვარულებო. განსაკუთრებით მცირე ზომის იარაღის მოყვარულებო, ანუ პისტოლეტი, რევოლვერები და ასე შემდეგ. განვიხილოთ ესეთი პისტოლეტი, აი ესეთი იარაღი ჩამივარდა ხელში, ქვია ჰელკატის სპრინგფილდი. ამერიკული იარაღია. წარმოება 2019 წლიდან დაიწყო. 919 ვაზნა ლუგერის. ითვლება ეს კომპაქტური იარაღებში. ანუ მე ხელი პატარა მაქვს და თვითონ ახეთ პისტოლეტი როგორია ხელში როგორ აჯდება. მე ამას გადავტენი მაინც რომ გაჩვენოთ დატენილი არ არის. იარაღს მოეპყარეთ ყოველთვის როგორ დატენის. არა აქვს მნიშვნელობა სათამაშოა. ტირისა, ხისა თუ რაღაცა ბავშვობიდან მიეჩვიეთ ადამიანს, რომ ადამიანს არ მიუშვიროთ. თქვენც ესე მოიქეთ, იმიტომ რომ იარაღის შემთხვევით ისვრის ზუსტად მაშინ, როცა დარწმუნებული ხარ, რომ შიგტყვი არ ადევს. თუ იცი რომ შიგტყვი ადევს და ვიღაცას მიუშვი და გამოწე, ესე იგი კი არ გაგივარდა ესოლი. აი წესები დავიცვათ რა. როგორ გითხრათ, იარაღი არის ძალიან მაგარი რა. თავის კლასში ყველაზე დიდი ტევადობა აქვს ამას. აი ამ მოდელს 13 ტყვიამით ძალიან იშვიათია რომ აი ესეთ პატარა იარაღში 13 ტყვია მიდიოდეს. არის რუგერები, 1000-ნაირი იარაღები, მაგრამ თავის კლასში ეს არის მაგარი. კიდე ჭიდი რო გაუკეთებთ, არის კიდე ცოტა გამოზრდილი ჭიდი. ჭიდი ცოტა შეიძლება იყოს გრძელი და უფრო მეტი ტყვია წავიდეს. ну ვინც იარაღი იცით, ჭიდის სიგრძე შეიძლება იყოს აი ამ ხელაც კი. უბრალოდ ეხლა ამ ხელამ ჭიდი რო დაუყენო, თვითონ ეს თავის აზრს დაკარგავს. დამხმარე იარაღათაც ვერ ვიტყვი რომ ჩაითვალოს. მოკლელულა აქვს ასე რომ შორმანძილებზე სასურვათ არა, ეს არის 10-15 მეტრი, 5 მეტრი ოთახში და რაღაცა. უფრო დამხმარე იარაღია რომ ამოიღოთ და სატარებთ არის კაი. ეხლა როგორ იშლება? მოდი ჯერ ამაზე ვილაპარაკო, თვითონ იარაღი რანაირია. ეს პოლიმერულია, ესა პლასმასია. გლოკის სისტემის ის აქვს, ის მცველი აი აქ პატარაზეა გამოწეული. ეს რო ჩაიძირება, მერე უკვე შეგიძლიათ რომ სასხლტი გამოწიოთ. სხვანაირად არანაირი ის არ აქვს, რა ქვია, მცველი ამას არ აქვს, ანუ მცველი აქვს პირდაპირ სასხლეზე. ანუ თუ იარაღს პირში აქვს ტყვია მიცემული, ამოიღეთ პირდაპირ შეგიძლიათ რომ გადატენოთ პირდაპირ ისო, გამოიყენეთ. ეხლა რა მომწონს იარაღი? მის მიუხედავად იმისა, რომ პატარა თვითონ ზომით, აქ აი ესე გამოწეული. რაც მე ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ხელს ვკიდებთ იარაღს, აი ეს გამოწეული. სროლის დროს ყველა პისტოლეტს ტენდენცია აქვს, რომ გასროლის დროს ზემოთ წაიღოს, ანუ რა. გაისვით ზემოთ აგდებს. თუ რამოდენიმეს მიაყრით ერთდროულად, ხო? აი ეს რაღაცა ხელს გისვით დამიზნებაში და აი ეს გამოწეული კუზივით რაც არის, დიდი იარაღებს ახოლმე პატარა იარაღზე არ მინახია, მაგალითად ძველი ბრაუნინგები და რაღაცა ესეთი რაღაც არ აქვს, ოდნავ იყო გამოწეული, მაგრამ ეხლა იმის ხარჯზე რომ ეს პოლიმერია ქვემოთ. ამის გაკეთება შეიძლება ეხლა ეს რკინისა იყოს, ხო, მეტალისა. ეს რკინა იყოს, ამხელად წონას მიცემს, რომ ამის გაკეთება უკვე აღარ იქნება რენტაბელი თვითონ იარაღს დაამძიმებთ. იარაღი მსუბუქია, რავი, შეიძლება 700 გრამი იყოს, შეიძლება არცა. ანუ ხელში რომ მიჭირავს ძალიან მსუბუქია რა. ეგ მახარებს. შესახედავად არის ლამაზი, შეხედეთ. ეს შავია და ეს ვერცხლისფერი, ვერცხლისფერი დაფარო აქვს ისეთი რომ არ აპრიალებს, ანუ მზეზე რომ გაიტანთ რაღაცა ჭყვიალი არ აქვს. ცვეთის კვალი არ ეტყობა, ანუ ახალი ნაკიდიც არის როგორც ეტყობა, მაგრამ მოდი დავშალოთ, გაჩვენებთ ეს როგორ იშლება. აი ესეთი რაღაცა. შეაყენებთ, აი აქ, ბერკეტი აქვს, ზემოთ აწევთ, ესე. მე ამას ჩამოწევთ, დასხლტავ და იარაღი დაიშალა. აი ეგეთი რაღაცა. სულ ამოვიდა. ანუ არაფერი რთული და ვაი და უშველებელი არ არის. ძალიან არ მომწონს ჩეზებს, შეზე 75-ს როგორ აქვს დასაშლელი, კი ინოვაციური იყო თავის დროზე, მაგრამ ჭხირი იყო, უნდა რაღაცით მიაწვე, მერე გამოწიო, გადაწიო. ეგეთი რაღაცები არ არის. თვითონ არ მიყვარს იარაღს, რომ რაღაცა ბერკეტები და რაღაცა ჭირდება, რომ ისქნოთ რა ქვია, დაშალოთ რა. აწყობითაც ისევ ესე დავაყენე ამაზე. ამ ბერკეტს ჩამოწევ. გაისროლა. ანუ ადვილად ეწყობა, მარტივია ძალიან.
მოდი ახლა ამას მე გადავტირდი ცარიელზე. და თვითონ განახევთ როგორ ისვის. აქ მოიტანეს სასხლეზე თითი. აი მას დავაწექი, ჩაიძირა. და აი მოდის რაღაც დონეზე, ხო ხედავთ ეს, მოიქაჩა, მერე გამაგრდა. და გამაგრების შემდეგაც სპორტული რაღაც არა, რომ გამაგრდება თვითონ კავი. გამოწევის შემდეგ კიდე მოდის რაღაცა იმ გამაგრებულზე და მერე ისვის. ანუ არა პროგნოზირებით იმას ვეძახი ესეთ რაღაცებს, რომ როცა სპორტულია, ან ძალიან გრძნობიერი სასხლეტია, გამოწევის დროს პირდაპირ ისე თითი დაადეთ, შეიძლება პატარა კონდეს, პატარაზე მოიწვიოს, მაგრამ რო გაჩერდება გამოწევთ გაისვით, ეგეთ რაღაცას არ აკეთებს. მაგრამ ეგ დაგაღონებთ, იმიტომ რომ იარაღს როცა ეგეთი სიტუაცია, ხო, მიეჩვევით რა, თუ თქვენია და რაღაცა სროლაში მიეჩვევით, ეხლა სტენდზე სასროლი არ არის რა, სტენდზე სასროლად არის, კაი, როცა ძალიან გრძნობიარი აქვს. და კარგიც არის, რომ არ აქვს გრძნობიარი, იმიტომ რომ არ აქვს სასხლეტი, ის რა ქვია, მცველი. და რავი, ღმერთმა დაიფაროს, რაღაცას რომ მოხდეს და ამას მოქაჩა დაუწყოთ. ხო, ჯერ წამოა, მერე გამაგრდება, მერე უნდა წამო, ანუ საერთი საკმაოდ 1 კილო ნახევარი 2 კილომდე დაწოლა უნდა თითით, რომ სასხლეტზე რომ გაისროლოს. ამიტომ ეს შემთხვევით არ გაგივარდებათ. მართვის ორგანოები მარტო მარცხნივ აქ, აი აქ, ანუ ცაცისთვის ეს იარაღი არ არის. აქ ვერაფერს ვერ გააკეთებთ. მჭიდის ამოსაღებიც ერთ მხარეზე აქ, თეორიულად არ ვიცი ეს როგორ არის ზუსტად, მაგრამ ალბათ შეიძლება რომ თქვათ ეს აქეთ გადმოიტანო. ეს ღილაკი რა. შეიძლება არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვით. სამიზნე წინ წვანეს შუქს შემკრები უყენია, უკან თეთრი აქ და როგორც ეთყობა შეიძლება გამეინთება. უბრალოდ შუქს შემკრები არ აქვს, ეხლა დავხედე ზემოთ. აი შეხედეთ როგორ რაღაცა. და უსვია ისეთი ნივთიერება, რომელიც ოდნავ შუქზეც კი აი ყვითლად აჩვენებს. ანუ დამიზნების დროს ძალიან მკაფიოდ აჩას თვითონ აი ეს წინა სამიზნე. რაოდენ გასაწვით არ უნდა იყოს, ხო პატარა იარაღი, მაგრამ შეხედეთ აი აქ რა აქ. აი აქ იარაღის ჩამოსა. ფასი. კაიხნის ნაკიდი ახლა მე ფას არ ვიძახი ხოლმე, მაგრამ 2200 ლარამდე ღირდაო რა. ზუსტად ვერ გეტყვით ამის ფას, მაგრამ თუ ესეთი რამის ყიდვა გადაწყვიტეთ, იცოდეთ რომ მაგ დიაპაზონში იქნება. აი აქ თვითონ იარაღის დაღვა. კომპაქტურია, ხელში კარგად ჯდება. თვითონ ეს პოლიმერი რაღაცით არის დაკეჭნილია რაღაცნაირად, ანუ აი ეს აი ესეთი ხმაზეც მიხვდებით, რომ არ შემაწუხებელი არ არის, თქვათ რაღაც ტანსასმელში ჩაიდოთ ან ქიშვირის პალტოში და რო ამოიღო და რაღაცა დააზიანოს. ტანსასმელს არ გაგიფუჭებთ, ხელზე კარგად ჯდება. მე ხა 60-ს ვისვრი. რა მოყრია მებს. 3 ტყვია ვისროლოთ. ხო და ნახოთ როგორ ისვი, ჩემ იმებს გეტყვით. კიდე ერთხელ ვიტყვი რა, მე პისტოლეტი არ ამქონია, იმიტომ რომ ბედის სიმუხთრის გამო ავტომატის ტარების უფლება მაქვს და პისტოლეტის არა. ვერ ვიგებ რა, ეგ რა პრინციპით ამუშავებთ, მაგრამ ეგრეა ჩვენთან საქართველოში. ამიტომ რახან პისტოლეტი არა მაქვს. უნდა გქონდეს იარაღი, რომ ბევრი ისროლო და დაამოღავო და მე რავი რატომღაც აი ვესვრი აქედან, მოდი გადმოვზომავ, შორიდან არ ვესვრი ძალიან, იმიტომ რომ თვითონაც მოყლენულა აქვს. 4 მეტრიდან ვესვრი. კიდე უკან გამოვარვოთ, 5 მეტრი. ხო, კიდე რა უნდა მეთქვა, ეს კინოებში როა რომ რაღაცა ტიპი ცხენზე მოახდა და სადაც 200 მეტრის იქით აქან პახ ეს ვოლ და მოკლა, ეგეთი რამები არ ახდება რა. ახდება სიზმრებში. მოდი ვესწავლოთ და თვითონ გეტყვით, როგორი შეგრძნება მექნება თვითონ იარაღთან დაკავშირებით. ვეცდები რომ დაუმიზნო შუაში. აჰა. ყოველად ცუდად ვესროლე. აი აქ უმიზნებდი, ერთი აქ მოხდა, ორი აქ მოხდა.
ნუ ეგ მოდით ესე ვთქვათ რა, ჩემი ბრალია. პისტოლით ამას ვერ დავაბრალებ. ეხლა შეგრძნებებს გეტყვით რა. ამის ტყვია რაც ეხლა ამაში დევს 9-19 ლუგერი. აი ეს. ამის თვარი მაგარი ძლიერი. სროლის დროს მაგარი დარტყმა ქონდა ხელზე, ანუ მაგრა აგდებდა ხელში. მოსახერხებელი და კომფორტული სასროლი არ არის. ხმაც ისეთი ძლიერი ქონდა, ანუ პისტოლი რო პატარა და ხელში გიჭიროთ, გონიათ რომ ხმა არ მაგარი ძლიერი ხმა. ხმა ძლიერი აქვს. ძლიერი დარტყმაც ქონდა, აგდებაც ქონდა. აი ესე რაღაცა არიქა და სროლით ვისიამოვნე არა. დამეთანხმებით რა, რაც იარაღს მეტი მასა აქვს, უფრო მდგრადია იარაღი. ანუ ერთი რაღაცა თუ გინდა რომ თქვა რაღაცა ისიამოვნო, მეორეთი უკვე ვეღარ ისიამოვნებ. გინდა მდგრადი იარაღი, მაშინ მძიმე იარაღი აიღე. თუ დიდი კალიბრი გინდა და მსუბუქი იარაღი, აი ეგ იქნება ამისთვის და ყველა იარაღისთვის ეგრეა. ნუ ყველა შემთხვევაში რავი ხა, მე როგორც გავარტყი ამითი არა ვამოყოფ. ყოველთვის ვიძახი კიდე რა, რომ ამას ჩემი ბრალია მე ვერ ვესწავლე კარგად. ვიوارჯიშე მე პირობასადვე და მაგასაც გავარტყავ ალბათ. ზოგი მწესო რა არის 3-3 ტყვიას ვისწოდე ხლა. 27 რო ვისწავლო ამ თქვენ რა ან მე რა და ან კიდე ამის მეპატონეს, ხო? ამ ტყვევით ყურდა თუ დავხარჯო. ისეც ცხადია, უთხრინათ ისეც რა პროცესებთან აქვს საქმე. მაგრამ ერთს გეტყვით. არის ლამაზი, პრესტიჟული, ადვილად სატარებელი და საყვარელი იარაღი. აი ესეთი რაღაცა ერთი ბეწო იარაღი. თავის კლასში კიდე ერთხელ ვიტყვი, ყველაზე მეტი ტყვია ჩადის აი ამაში. სუპერ მოკლე იარაღის იმაში გადის კლასში. ამითი გამოგებშოთ მეგობრებო, ახლა მეტი რაღა ვილაპარაკო, ნახეთ თვითონ ხმაც, როგორ ისო და რაღაცაც ჩემი აზრით გაიგეთ. აი ესეთი მჭიდი აქვს. აქ აწერია მჭიდზე რომ რამდენი ტყვია ჩადის რა, რო დახედავთ, მიხვდებით რომელი, ანუ რამდენი ტყვია დევს ეს מחარებს ხოლმე რა, რომ პირდაპირ დახვრეტილია და გილზები ჩანს აქედან. დანარჩენი აბა რა გითხრათ, ით გაგახაროთ, ამითი გამოგებშოთ, კარგად ბრძანდებოდ შენვეგი იარაღის განხილვამდე.